ნინა კობახიძეს მინდა მივესალმო, რომელიც Grant Thornton საქართველოს ბიზნეს განვითარების მენეჯერი გახლავთ. ნინა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა სანდრო გადაცემაში მოწვევისთვის. მართლა ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო და შევაფასებთ ჩვენ და შევაჯამებთ ამ ღონისძიებას და უპირველეს ყოვლისა ახლა ძირითადად მინდა ის საკითხები გამოვიტანოთ, რომელიც იყო ძირითადი კონტენტის მაფორმირებელი ამ ღონისძიებაზე. უპირველეს ყოვლისა ხაზი გაესვა იმ ძირითად მოცემულობას, თუ რატომ უნდა ისარგებლოს ბიზნესმა პროფესიონალური მომსახურებით, საუბარი მაქვს საგადასახადო მიმართულებაზე, ბუღალტრულ და აუდიტორულ მიმართულებაზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი იყოს ძალიან კარგი გზამკვლევი და ხიდი უკვე ინვესტორებთან და ბანკთან ურთიერთობის პრიზმაში. იმიტომ რომ დღევანდელი ქართული ბიზნესის გამოწვევა არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ ნამდვილად არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება. ეს ორი საკითხი, კვერცხი უფრო ადრე იყო თუ ქათამი, დაახლოებით იგივე ალეგორია არის. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე, AST კონფერენციების მნიშვნელობა და სიმძიმის წერტილი ზუსტად აი ამ ორი კოეფიციენტის ამაღლებაზე არის ორიენტირებული, რომ ჩვენ დავაგროვოთ სათანადო სამეწარმეო განათლება, რათა მერე მოხდეს უკვე ფანდრაიზინგი და მოხდეს გამართულად ურთიერთობა და კომუნიკაცია როგორც ინვესტორებთან, ასევე ბანკებთან. მე მაინტერესებს აი ამ კუთხით რა სურათი გვაქვს დღეს ქვეყანაში, როგორია დინამიკა განვითარების და ჯამში რამდენად მნიშვნელოვანია მომსახურებების ის სპექტრი, რასაც Grant Thornton საქართველოს იმთავითვე ახორციელებს. გისმენთ ყურადღებით. მადლობა სანდრო. პირველ ყოვლისა აღნიშნავა აქ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის რატო გავაკეთეთ აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესზე. დარეგისტრირებულ და აქტიურ სუბიექტთა 97% ჩვენს ქვეყანაში არის მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, Grant Thornton საქართველოს 2005 წლიდან უკვე ძალიან აქტიურად პარტნიორობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. მცირე და საშუალო ბიზნესი არის სწორედ ის კატეგორია, რომელიც საკმაოდ ხშირად იყენებს outsource სერვისებს, მათ არა აქვთ დაუშვათ in-source-ზე ამდენი რესურსი გამოყოფილი და ჩვენთან ერთად ავითარებენ როგორც რაც მთავარია, ასე ვთქვათ, ბიზნეს რისკების გამოწვევების მართვას, სწორ დაგეგმვას, ასევე ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი payroll-ის მიმართულებით მუშაობთ, რაც არის ფაქტიურად ადამიანური რესურსების ადმინისტრირებაში დახმარება, საგადასახადო რეპორტინგიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება მათთვის საჭიროებისამებრ პერსონალით უზრუნველყოფა, ეს outsource მიმართულება, რაც ვახსენეთ და ისევ ამბობ ბიზნეს რისკების მართვა და იურიდიული სერვისები და თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ წინ კიდევ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაო და აქ მინდა მოვიშველიო მსოფლიო ბანკის ასე ვთქვათ ანგარიშების სხვადასხვა მონაცემი ბოლოდროინდელი 2003-2004 წლის 24 წლის სხვათა შორის მსოფლიოს ბანკის კვლევები აღნიშნავს, რომ ტოპ 3 ყველაზე პრობლემატური გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დღესდღეობით არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სხვათა შორის მსოფლიო ბანკმა ტოპ 15 საკითხის იდენტიფიცირება მოახდინა ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად და აი ამ 15-დან ტოპ 3-ში მოხდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და ისეთ მასშტაბურ საკითხებთან ერთად, როგორიც არის დაუშვათ ქვეყანაში არსებული სტაბილურობა, არასტაბილურობა თუ საგადასახადო მუშახელის კვალიფიცირების საკითხი. და კიდევ ერთ პატარა ასე ვთქვათ თემას აღნიშნავ, კიდევ ერთი კვლევა აქვს მსოფლიო ბანკს, სადაც აღნიშნავენ რა პროცენტი იყენებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკის სესხებს. 53% მოდის საშუალო ბიზნესზე, 51% მცირე ბიზნესზე, მაშინ როცა მსხვილი ბიზნესი სადღაც 74-75%-ით იყენებს ამ რესურსს და ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის ფაქტიურად საკუთარ რესურსს დებს ბიზნეს განვითარებაში და ეს გარკვეულწილად კორელაციაშია სწორედ აი ამ ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხთან. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი ძალიან დიდი მადლობა ამ წინა სიტყვაობისთვის და აქტუალური საკითხების წამოწევისთვის წინარე პლანზე. ამისთვის არსებობს რამდენიმე კრიტერიუმის ნუსხა, ეხლა კი, თქვენ პრეზენტაციაც გქონდათ სხვათა შორის კონფერენციაზე და ძალიან საინტერესო ველები იყო იქაც წამოწეული და მე მაინტერესებს ეხლა საბოლოო ჯამში, აი დღეს არსებული ფონი, საბოლოო ჯამში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის. ეხლა ჩვენ რამდენიმე პერიოდად შეგვიძლია დავყოთ ეს ყველაფერი, აი თუნდაც იგივე ეს კონფერენციაზეც გაჟღერდა, აი მაგალითად სახელმწიფო დაფინანსების და აი სახელმწიფო პროექტების კომპონენტებმა გააჩინა ერთგვარად აი საფასილიტაციო შესაძლებლობა, რომ SME სექტორს, მცირე და საშუალო სექტორს გაუმარტივდეს ბანკთან ურთიერთობა. ანუ ყველა აქტი დღეს აი დონორები იქნებიან, ესენი თუ სახელმწიფო იქნება, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, EBRD და ამ შემდეგ ცალკე აწარმოე საქართველოში, ცალკე დანერგე მომავალი და ამ შემდეგ ანუ ორიენტირებული არის იმაზე, რომ ითამაშოს ფასილიტატორის როლი SME-სა და პირობითად ინვესტორს შორის, ან
SME-სა და ბანკს შორის. მე მაინტერესებს დღეს არსებული გარემოებები და დღეს არსებული სიტუაცია. ხა თქვენ ძალიან კარგად იცით ბევრი კომპანიის შიდა სამზარეულო თქვენი რეგლამენტიდან გამომდინარე. შესაბამისად მე მაინტერესებს აი როდის შეიძლება ველოდოთ უკვე იმ მოცემულობას, როდესაც SME სექტორის წარმომადგენელმა ყოველგვარი ხელოვნური ინექციების გარეშე უკვე თავისით შეიძლება შეძლოს ურთიერთობა ამა თუ იმ ფინანსურ ინსტიტუციასთან, ბანკთან ან ინვესტორთან. ანუ აი ეს მოცემულობა რამდენად შორს ვართ ამ მოცემულობისგან დღეს და აი რა გარემოებები აბრკოლებს ისევ და ისევ თავისუფალ დინებაში პოზიციონირებას. კი ბატონო, ნუ აქ ძალიან სწორი და კარგი შეკითხვა არის სანდრო და აქცენტს გავაკეთებდი თვითონ რა არის აუცილებელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იმისათვის რომ ის სანდო პარტნიორად ჩათვალოს როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, FI-ებმა, ასევე ბანკებმა და აქ აქცენტი მინდა გავაკეთო თვითონ ორგანიზაციის ფინანსურ და ინსტიტუციურ მზაობაზე. იმისათვის რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი დახმარება მიაწოდოს როგორც ბანკმა ასევე IFI-ებმა ისევ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებმა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ კონდეთ ძალიან გამართული და სწორი ფინანსური და ასე ვთქვათ საგადასახადო ანგარიშგების სტანდარტები მოწესრიგებული ანუ ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კიდევ ერთი იმისათვის რომ გაფართოვდეს ბიზნესი არის ექსპორტის მცირე ბიზნესის საშუალო ბიზნესისთვის მაგაზე დამეთანხმებით თქვენ ალბათ. სწორედ აი ამ ექსპორტის ჭრილში და არარეზიდენტ კომპანიებთან გაფართოების ჭრილში ყოველთვის აქცენტს აკეთებენ პარტნიორი ორგანიზაციები რისკების მართვის მიდგომებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რა მიდგომები რა KPI-ები აქვთ დანერგილი ორგანიზაციებს იმისათვის რომ განჭვრიტონ მათი არსებული მდგომარეობა მიმდინარე პროგრესი და სამომავლო მაჩვენებელი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში პარტნიორობის კუთხით არის რომ დარწმუნდეს პარტნიორი ნებისმიერი პარტნიორი ორგანიზაცია რომ ეს კონკრეტული მცირე თუ საშუალო ბიზნესი იყენებს ინტეგრირებულ მრავალსცენარიან ფინანსურ მოდელს, რაც უკვე მათ სანდოობაზე, ასე ვთქვათ, მათ სანდოობას გვიდასტურებს, რომ პროგნოზირებაობა და დაგეგმარების რეალისტური სისტემა ამ კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტული წარმომადგენლისთვის შემუშავებულია, რომ მათ აქვთ კაპიტალური ინვესტირების გეგმა, სხვა თუ არაფერი რომ ვისაუბროთ უკვე ინვესტიციებზე, საჭირო არის რომ გაწერილი იყოს ნაბიჯ რა შედეგზე მივდივართ და რა ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სტრატეგიების მართვა. ამის გარეშე ვერ მოხდება ვერანაირად გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის და რო შევაჯამოთ მოკლედ პროცესების სტანდარტიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტიურად შესრულებაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის არსებობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აი ამ კომპონენტების ერთობლიობით ახლა ჩვენ შეხვედრები გვაქვს ხოლმე სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის ბანკებთან, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და ყველა გამოხატავს მზაობას, რომ გაზარდონ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა და ურთიერთობა მცირე საშუალო ბიზნესთან, იმიტომ რომ ყველა აღიარებს რა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კომპონენტი არის, რა მნიშვნელოვანი ჯგუფია ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, თუმცა ყველა ორგანიზაცია მიუთითებს არსებულ ხარვეზებზე და რა არის კიდევ გასაუმჯობესებელი იმისათვის რომ შედგეს წარმატებულად ეს თანამშრომლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო აქცენტებისთვის. ბოლო პერიოდის ევოლუციაზეც მინდა კითხოთ აუცილებლად, ხა თქვენი კოლოსალური გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ხოლმე რატომღაც ისეთი განცდა და უფრო აი ფობია ნარევი განცდები ხარ ხოლმე როგორც ასე აი ბანკებთან ურთიერთობაში. არა და მე მინდა რომ აი აღვიქვათ ხოლმე სწორად როგორც ინვესტორი, ასევე ბანკი. ნებისმიერ შემთხვევაში ხა თქვენი პარტნიორი ამ კონფერენციაზეც და გრძელვადიანადაც პროკრედიტ ბანკია, ასევე დიდი პატივისცემა ამ საბანკო ინსტიტუციას, ყველა საბანკო სექტორის წარმომადგენელთან ერთად ცხადია. და ეხლა განსაკუთრებით რატო გავუსხავს პროკრედიტ ბანკს, ანუ ის მაინც ყველაზე ძალიან ესე ეკო-ფრენდლი ბანკად პოზიციონირდება და შესაბამისად მათ შორის SME სექტორის დაკრედიტებაში საკუთარი ისტორია და პორტფელი შექმნა ნამდვილად.
აქედან გამომდინარე, ანუ აქ არაფერი ფობიის საგანი არ არის, მთავარია ბიზნეს გეგმა, მიდგომები, სტრატეგია იყოს კარგად განსაზღვრული და შესაბამისად ბანკი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი იქნება და არა მტერი, პირიქით. სამწუხაროდ დღეს პირიქით არის აღქმა და ესეც მიუთითებს დაბალ ფინანსურ განათლებას სამწუხაროდ SME სექტორში, მაგრამ აქვე მოდით მედლის მეორე მხარეც გავაანალიზოთ და ბოლო წლების რაპორტები, რომელიც ჩვენ ძირითადად მოგვეწოდება ეროვნული ბანკისგან, თუნდაც იგივე ადგილობრივი თვლელი ორგანიზაციებისგან და კვლევითი ორგანიზაციებისგან, ბოლო აი 3 წელი რო ავიღოთ, გაზრდილია, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია SME-ის დაკრედიტების მაჩვენებელი უკვე კომერციული საბანკო სექტორის მხრიდან. ანუ ფაქტია, რომ რაღაც ვისწავლეთ. შეიძლება ეს შედეგი არ არის, რასაც რისკენას მივისწრაფით, მაგრამ გარკვეულწილად ეს რეზულტატები არის. აი მე მაინტერესებს თუ შევხედავთ ჩვენ გარკვეულ დიაპაზონს, დროის დიაპაზონს, აი რა ისწავლა SME სექტორმა ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობის ნაწილში. მათ შორის აქვე მინდა აი ძირითადი აი უკვე თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ აი ძირითადი კრიტერიუმები მათ შორის, რასაც ბანკები აყენებენ და რასაც ინვესტორები აყენებენ. ინვესტორებზე არ ვსაუბრობ კრებსითად, იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია ზოგადად ინვესტორთან ურთიერთობა, მაგრამ ბანკზე შეგვიძლია რომ კრებსითად ვისაუბროთ და განვავრცოთ ეს თემა. აქედან გამომდინარე, როგორია ევოლუცია, რა ვისწავლეთ ჯამში და რა არის მოთხოვნების სპექტრი, რასაც ფინანსური ინსტიტუციები აღალებენ. მადლობა, სხვათაშორის თქვენ ახსენეთ, გინდას პროკრედიტთან ბმაში ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეს ESG ახსენეთ რეალურად მდგრადობის როლი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და მოკლედ ამას კიდევ რო დავუკავშიროთ ექსპორტის ჭრილი 2025 წლის ამზაფხულში 30 ივლისს ევროკომისია მიიღო რეგულაცია, სადაც ასე ვთქვათ მდგრადობის ანგარიშგების ნებაყოფლობითი სტანდარტი შემოიღო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რას ნიშნავს ეს? გინდაც ბანკების შემთხვევაში, გინდაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების შემთხვევაში ბევრად უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ასე ვთქვათ, მეტი მცირე და საშუალო ბიზნეს გქონდეს ცდომა ფინანსებზე და ექსპორტის საშუალება ევროკავშირის და სხვა ბაზრებზე თუ ამ სტანდარტებს გამოიყენებენ. და ჩემი ესე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ამ დღეებშიც საკმაოდ აქტიური შეხება მქონდა, სხვათა შორის ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ დაიწყეს გარკვეული სტანდარტების გამოყენება, გინდაც ეს მართლობითი სტანდარტები, გინდაც სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების და ისევ ბოლო თქვენ ახსენეთ 3 წლის დინამიკას რო შევხედოთ, გაიზარდა იმ სესხების რაოდენობაც, რომელიც ასე ვთქვათ მდგრადობის ESG-ის კუთხით, რომელზეც წვდომა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა კიდევ აი ცოტა რო შევატრიალო მოკლედ თქვენი შეკითხვა და ბრძანეთ სიამოვნებით. აი ესეთი კუთხით რო შევხედოთ, ანუ რა არის ჩვენი მიზანი, ხო? რატომ გვინდა რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გაფართოვდეს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს ფინანსებზე, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უფრო დიდი წვლილი შეიტანონ. მაგალითად, მთლიანი დასაქმების ჭრილში, ხო? ჩვენი მიზანია რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც რეგისტრირებულ სუბიექტთა 97%-ს წარმოადგენს, საკმაოდ დიდი რაოდენობის, ასე ვთქვათ, მოქალაქეებს ასაქმებდეს. ამ გადასახედიდან, ახლა შეხვედრებზეც აღნიშნეთ ჩვენ კონფერენციაზე, რომ არის 57%, ნახევარზე მეტია, მაგრამ შეიძლება რომ მეტი იყოს და ერთადერთი რაზეც, ასე ვთქვათ, გული მეთანაღრება არის ის, რომ ბოლო 20 წლიან გინდაც დინამიკას თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი პირობითად 20 წლის წინ უფრო მეტი რაოდენობით ადამიანს ასაქმებდა, ეს იყო 72% ვიდრე დღეს. ანუ პანდემიამდე და პანდემიის შემდგომი სურათიც რო შევადაროთ სხვადასხვა მიმართულებებით. აი მიზეზი რა არის ძირითადად? ძალიან რთულია მიზეზზე საუბარი, ძალიან რთულია მიზეზზე საუბარი. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ-ერთი იყოს ის, რომ და ძალიან მისასალმებელია, რომ მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდა, კიდევ უფრო გაძლიერდა და არის ახლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა. და შესაბამისად მათი წვლილი გინდაც პროდუქციის მთლიანი გამოშვების და დამატებითი ღირებულების კუთხე ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა აი ისევ დავუბრუნდით ამ ფინანსებზე წვდომის საკითხს, ხო? ალბათ პროფესიონალი კადრების დეფიციტიც თამაშობს აქ მნიშვნელოვან როლს და მათ შორის ადამიანური რესურსის გადადინება როგორც სექტორიდან სექტორში, ასევე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ, ნამდვილად. თუმცა ისევ ამბობ, ეს ფინანსებზე წვდომა თუ მცირე და საშუალო ბიზნესი გაუმჯობესებს იმ შედეგებსაც, რასაც ვისაუბრებთ, კარგად განსაზღვრავს რისკებს.
დანერგავს სწორ ბიზნეს მოდელს. კიდაც აი გარკვეულ მდგრადობასთან მიმართებაში სტანდარტებს, ხო? ეს საშუალებას მისცემს მათ კიდევ უფრო განვითარდნენ და რა თქმა უნდა არის ამის პოტენციალი და არის მზაობა სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან, რომ იყოს ესეთი ტიპის თანამშრომლობა. და რეკლამაში არ ჩამეთვალოს, მაგრამ კონსალტინგ სფეროსთან ურთიერთობა სწორედ ამ კუთხით ბევრად უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც, იმიტომ რომ ამ სისტემების გაუმჯობესებით რეალურად გადიხარ კიდევ უფრო დიდ ფინანსებზე, კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე, კიდევ უფრო მეტი საშუალება გაქვს სწორად პროგნოზირების და დაგეგმვის და შესაბამისად ზრდი ბრუნვას, ზრდი შემოსავალს და შეიძლება ზუსტად ის შედეგამდე მივიდეთ, რაც გვინდა ყველას, ხო? ნინა, რეკლამაში უნდა ჩაგეთვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ და გრანტ თორტონი უკვე დიდი ხანია პარტნიორები ვართ, ამიტომაც მე არ მოვერიდები ამას საუბარს. ნამდვილად უნდა ისარგებლოს SME სექტორმა და არა მარტო პროფესიონალთა მომსახურებით და რეალურად იმ სერვისებით, რომელიც გრანტ თორტონ საქართველოს გააჩნია. და ბევრია ასეთი სერვისი, ჯერ მარტო ფინანსების 160-ით დაწყებული, ბევრი სხვა პროდუქტით დამთავრებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ თავარი მნიშვნელობა და სიმძიმის წერტილი გადის, რა თქმა უნდა, პროფესიონალებთან ურთიერთობაზე და შესაბამისად მე ეს არის მასტიმულირებელი იმისთვის, რომ ჩვენ წელგამართულებით წავსდგეთ უკვე ბანკის, ინვესტორის წინაშე და შესაბამისად განვახორციელოთ მე ცალკეული ფანდრაიზინგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნინა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა ეს ძალიან სენსიტიური საკითხი არის და ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ამაზე აქცენტირებებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხშირად იქნებით და ამ თემებზე მნიშვნელოვან აქცენტირებებს კიდევ არაერთხელ გავაკეთებთ. დიდი მადლობა სანდრო სტუდიაში მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის. მადლობა ნინა თქვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. ნინა კობახიძე, გრანტ თორტონ საქართველოს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.